გებობებით ფლობდა. შეპესე დეტესეს დამფუძნებელია საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გიორგი გოგუაძეც. გია გოგუაძე პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსათვის საარჩევნო ბლოკიდან მოხვდა. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით 2008 წლის ივნისამდე ის შეპესე დეტესეს აღმასრულებელი დირექტორი იყო. მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსის შეცვლიდან 2 თვეში 2009 წლის ნოემბერში შეპესე დეტესემ აღნიშნული უძრავი ქონება სააქციო საზოგადოება ტიბისის $1,500,000 ამერიკულ დოლარად მიყიდა. 2007 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე თბილისის მერიამ პროექტი რაც შენია შენია წამოიწყო, რომელიც მოქალაქეებისთვის იმ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. ახალ კანონში მკვეთრად იყო განსაზღვრული ის ტერიტორიები, რომლებიც მოქალაქეებისათვის დაკანონებას არ ექვემდებარებოდა. მაგალითად, რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყეპარკი, სკვერი და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიები. მთავრობისგან ვიყიდეთ. მთავრობისგან სახელმწიფო მოყიდა. დიახ, სახელმწიფო მოყიდა. მიწაზე ეს. კანონი რაც შენია შენია. მართლაც 2009 წლის 2 თებერვალს რაც შენია შენიას ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დიღმის ტყეპარკში მდებარე პიონერთა სასახლის შენობა იქ შეჭრილ მოქალაქეებს დაუკანონა. არადა ზემოთხსენებული კანონი ასეთი ტიპის ტერიტორიაზე უნებართვად დაკავებული ქონების დაკანონებას პირდაპირ კრძალავდა. სტუდია მონიტორის გამოჩენამ ახლა დაკანონებულ კორპუსთან ხმაური გამოიწვია. განსაკუთრებული აგრესიით შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის დედა გამოირჩეოდა, რომლის ოჯახიც როგორც აღმოჩნდა ამავე კორპუსში ცხოვრობდა. წაშალეთ გაუნებით არა თქვენ სახელზე გვარგავიგებდა სუდან წაგებად ასეთი ლაპარაკი. დაიყვანე ისე წაშლევინე ეს კამერა და წაიყვანე აქედან თორე პრობლემა შეგექნე იცოდი. ვიდი მეგუგრებით ამიხსენე. მე რო ჩამარყა მე გამვაცხადებ რომ შემოყვედეთ კერძო საკუთრებაში. ეს თქვენი მოწყობილია და ამას განანებთ იცოდეთ. რატომ ემუქრებო? ტყეპარკი გადაიღეს არქიშვილით, მაგრამ ამ კორპუსს უღარ იღებ. ტყეპარკის არ არის კორპუსით, მაგრამ გადაიღეთ ტყეპარკს, მაგრამ მოიგეთ ბიჭი კამერა გათიშეთ თქვა, გაუნდებით არა, წაგერ ჩამოგერთმევა მაგ კამერა. საბატონო, მოიგეთ. დაწნა. წაშალე მაგილას გაუნდებით არა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოთხოვნა მერიაში 2009 წლის 28 იანვარს შევიდა. მერიას ამ წერილის გახილვის 3 თვიანი ვადა ჰქონდა და თბილისელების უმეტესობა თვეობით ელოდება ქონების ლეგალიზებას. დიღმელების წერილის გახილვა და მათი ქონების ლეგალიზება კი მერიამ 4 თვეში შეძლო. 2008 წლის 28 მარტს დიღმის ტყეპარკში კიდევ ერთ ნაკვეთს შეეცვალა მეპატრონე. 44351 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეპესე TG Trade-ის საკუთრებას წარმოადგენდა, კომპანია Chemexim International-ის საკუთრებაში გადავიდა. კომპანია Chemexim International, რომლის ოფიციალური მისამართი მარშალის კუნძულებია, 1994 წელს არის დარეგისტრირებული. აღნიშნული კომპანია საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ძმის, დავით ბეჟუაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მისი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ შეპესე Chemexim International-მა უძრავი ქონება რეკრეაციულ ზონაში $2,306,961 ამერიკული დოლარის აღიარებული ვალის სანაცვლოდ მიიღო. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს დიღმის ტყეპარკის გადარჩენის აქციებს აწყობდა და მისივე თქმით პოლიტიკურ მაფიას ებრძოდა, დღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა. დიღმელები საკუთარი ხელით გაზრდილი ხეების დათმობას კვლავაც არ აპირებენ. ისინი ჯერ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას ელოდებიან. მოქალაქეების დიდი ნაწილი დღემდე ოჯახში ინახავს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2003 წელს პერსონალურად მიწერილ წერილს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე მაფიასთან ბრძოლაში დიღმელების თანადგომას ითხოვდა. ძვირფასო დიღმელებო, ეს უნიკალური პარკი არის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე ზოლი, რომელიც შერჩა თბილისს. თბილისის მერიის კორუმპირებულმა მოხელებმა რამდენიმე წლის წინ დიდი ქრთამისანაცვლო დოკუმენტების გაყალბებით პარკი გაყიდეს ნაკვეთებად. ჩემი ინფორმაციით ამ ხალხის უკან დგანან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, სხვა მაღალი რანგის მოხელეები. მოვა დრო და მექნება შესაბამისი ძალაუფლება, რათა უზრუნველყო, რომ ეს ხალხი აღმოჩნდეს ციხეში. მე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც დაგვეხმაროთ, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ბავშვების მომავალი. თუ მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა მაფიამ გაიმარჯვა დიღომში, ბევრ ადამიანს სამუდამოდ დაეკარგება მომავლის იმედი და ეს მაფია ბოლომდე გავათავს. ხოლო თუ ჩვენ ერთად დგომით მათ კიდევ ერთხელ დავახევინებთ უკან,
ეს იქნება იმედის დაბრუნება დანარჩენი საქართველოსთვისაც. მე უკან დამხევი არ ვარ და ვიცი რომ თქვენც ჩემთან ერთად იქნებით. უღრმესი პატივისცემით საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი.